საღამოშვიდობის ეთერშია თავისუფალი სტუდია. მე ვარ ლელა ბაღდავაძე. საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა ჩვენი ქვეყნის შესახებ ევროკომისიის შეფასება უპრეცედენტოდ კრიტიკულია. გაფართოების ანგარიშში, რომელიც ბრიუსელში ევროკომისარმა მარტაკოსმა რამდენიმე საათის წინ წარადგინა, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებს ძირი ქართული ოცნების ქმედებებმა გამოუთხარა. ბრიუსელი ოცნებას მოუწოდებს სასწრაფოდ შეაბრუნოს დემოკრატიის მხრივ უკუსვლა, თუმცა ბრიუსელშივე ითქვა, რომ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით ამის მოლოდინი ნაკლებად უნდა არსებობდეს. მაშას ვინ არის პასუხისმგებელი საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაჩერებაზე? ვიწყებთ საკითხით, რომელიც პროდასავლურად განწყობილ ყველა მოქალაქეს აღელვებს და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ლევოძლიერი საქართველოს პოლიცსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე გახსნის თავისუფალ სტუდიას. გამარჯობა ბატონ ბადრი და მადლობა რომ ბატონ ბადრი, აი მართლაც საქართველოსთვის ძალიან სამწუხაროდ მოხდა ის, რისი მოლოდინიც პრინციპში გქონდა ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით გაფართოების ანგარიშში არა პროგრესზე, არამედ რეგრესზეა საუბარი, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო იზრდება საფრთხე საქართველოს ვეღარ მოხვდეს გაფართოების იმ ტალღაში, რომელიც არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით გაჩნდა. აი შევხედოთ ამ ფონზე რას ამბობენ ხელისუფლებაში, შედეგებზე პასუხისმგებლობას ქართული ოცნება არ იღებს, ამტკიცებს, რომ არანაირი რეგრესი ქვეყანაში არ არის, ამტკიცებს, რომ დასკვნა ტენდენციურია და რომ ევროპელი პარტნიორების მიზანი არის საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმა. აი საიდან სად მოვიდა საქართველო? შეაფასეთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სამწუხაროდ აღმასვლის არა, აღმასვლის დინამიკა და მეორე მხრივ რა ეშველება ჩვენს ქვეყანას, თუ კი ჩვენს გარეშე დაიხურება გაფართოების ის ფანჯარა, რომელიც აი უკრაინის ომის ფონზე გაიხო. სამშვიდობს, ჩვენ რომ გესმოდეთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაერთიანება, გაწევრიანება ეს არის ეგზისტენციალური სიმძიმის საკითხი, იმიტომ რომ ქვეყნის სახელმწიფოების გადარჩენა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობა, მაღალი პენსიები, მაღალი ხელფასები, დასაქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ კი შენ ხარ დიდი ევროპული ოჯახის წევრი და აბსოლუტურად შეუძლებელია, თუ კი შენ პირისპირ რჩები რუსეთის ფედერაციას და რომელიც 2 საუკუნეზე მეტია იმით არის დაკავებული, რომ მოშალოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, დააკარგინოს ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი, დააკარგინოს დამოუკიდებლობა ქართულ ეკლესიას, რაც მათ ერთხელ გააკეთეს, როდესაც ავტოკეფალია გაუქმეს ჩვენს ეკლესიას. ამიტომ ქართული ოცნების პოლიტიკაა, რომ მარტო დავრჩეთ რუსეთის ფედერაციასთან პირისპირ, დაგვეხუროს ერთხელ და სამუდამოდ პერსპექტივა ევროკავშირში გაწევრიანების, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების და ყველაფერი, ყველა ნაბიჯი, რომელსაც გავს ქართული ოცნება, ემსახურება ამ მიზანს. დაწყებული შარშანდელი, ჯერ როგორც ჩატარდა არჩევნები, იმიტომ რომ ჩვენ გვესმის ყველას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ აქვს ისეთ ქვეყანას, სადაც ისე ტარდება არჩევნები, როგორც შარშან ჩატარდა. ერთ-ერთმა სპიკერმა დღეს განაცხადა, რომ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ყავს საქართველოში. ხა კითხვა მაქვს, რომელიმე დამკვირვებელმა სიტყვა დემოკრატიული იხმარა შარშან იმის აღსაწერად, რაც ხდებოდა 26 ოქტომბერს? რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ ეს არ იყო დემოკრატიული არჩევნები და შესაბამისად თუ არჩევნები არ არის დემოკრატიული, არჩეული ხელისუფლებაც ასეთი გზით არჩეული ხელისუფლება ვერ იქნება დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. კიდევ შეიძლება არსებობდეს ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ასე ვთქვათ, პოზიტიური ტრაექტორიით ამ სიტუაციის შემოქმედება. ესენი დაღმასვლად პირები გააგრძელებენ. პაվել ჰერჩისკიმაც გამართა პრესკონფერენცია და თქვა, რომ საქართველო არ იმყოფება იმ გზაზე, რომ ევროკავშირის წევრი 2030 წელს ან უფრო მოგვიანებით მაინც გახდეს, არა და სწორედ 2030-ზე აკეთებს გათვლას. ჩვენ ხო ვისმენთ იმ ოჯახის წარმომადგენლების შეფასებას, რომელთა წევრი უნდა გავხდეთ. ანუ ოჯახის, ევროპული ოჯახის წარმომადგენლები გამუდმებით იმეორებდნენ, ახლა უკვე დასკვნაც დაიწერა, რომ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯები შეუძლებელს ხდის საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში გაერთიანებას. ეხლა რას ლაპარაკობს ქართული ოცნება თავის პროპაგანდისტული მანქანით? რას ამბობენ ეს ეგრეთ წოდებული მოლაპარაკე თავები? მათ ხო კონკრეტული დავალება აქვს გაამართლონ ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც ისინი გავენ, ეს ნაბიჯები არის ანტიქართული, ანტიეროვნული, ანტიევროპული. იმიტომ რომ ევროპული ოჯახში გაერთიანება რატო არის აუცილებელი საქართველოს? იმისათვის რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენ დამოუკიდებლობა, იმისათვის რომ ჩვენ
შევინარჩუნოთ ჩვენი იდენტობა, იმისაც რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი რელიგია, ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობა. ამას ემსახურება დიდ ოჯახში გაერთიანება და პირისპირ დაჩენა რუსეთის ფედერაციასთან ყველაფერს ამას გვართმევს. ამიტომ ცხადია რომ ქართული ოცნების მიერ არჩეული გზა, რომელსაც მყარად ადგანან, ეს ემსახურება საქართველოსთვის ერთხელ და სამუდამოდ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დამარხვას და დასამარებას. ბატონო, აი თქვენ ოპოზიცია როგორ აპირებთ ამ სიტუაციის შემოbrunებას? მაგალითად, წამყვან ოპოზიციურ პარტიებს ვიცით, რომ აქტიური კომუნიკაცია გაქვთ დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით სწორედ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და დიდ ბრიტანეთთანაც. ხო, აი მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ირწმუნებია, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან მიმართებაში ბრიტანეთი ისეთი ტიპის სანქციებს ამზადებს, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქართული ოცნების პოზიციებზე. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ თვალსაზრისით, როგორც ბრიტანეთი და ბრიტანეთთან მიმართებაში, ისე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან? ქვეყნის შემოbrunება, რაც თქვენ ბრძანეთ, კითხვა რაც დამისვით, ქვეყნის შემოbrunება შესაძლებელი არის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება. და ოპოზიცია შეძლებს ქვეყნის ნორმალური ქართული ეროვნული ტრაექტორიის განვითარების დაწყებას მხოლოდ მაშინ, როდესაც შეიცვლება არჩევნების გზით ეს ხელისუფლება. სანამ ოპოზიციაში ხარ, შენ სამწუხაროდ არ გაქვს ის ბერკეტები, რომ ქვეყნის განვითარების კურსი დააბრუნო ევროინტეგრაციის გზაზე. ეს შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ხელისუფლება წავა და მოვა დემოკრატიულად არჩეული ქართული ხალხის დობით აღჭურვილი ხელისუფლება. ამიტომ რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მე სანამ ასე ვთქვათ, გამამწესებდა ქართული ოცნება სატუსაღოში, 2 დღით ადრე დავბრუნდი ბრიტანეთიდან, იქ მქონდა შეხვედრა მმართველ პარტიასთან, ასევე ოპოზიციურ კონსერვატორებთან. მათი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი არის და ტერიტორიული მთლიანობისადმი არის ურყევი, მათი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ვექტორისადმი არის ურყევი, ისინი არიან ძალიან კრიტიკულად იმ მოვლენებთან მიმართებაში, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ძალიან კრიტიკულია მათი შეფასება და ეს არის სწორედ არა მხოლოდ მმართველი ზალის შეფასება დიდი ბრიტანეთის, არამედ ოპოზიციური ზალის შეფასებას, რომელიც კატეგორიულად ითხოვს მმართველი ზალისგან უფრო მხისტი ზომების გატარებას დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების მიმართ. მე შემიძლია ეს გითხრათ, მაგრამ საზოგადოდ სანქციები ეს არის უკვე ასე ვთქვათ დამჟელობითი ზომა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ მისი ნორმალური ბუნებრივი განვითარების გზაზე. ეს არის ის რომ საქართველოს ყავდეს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, ქართული ხალხის მანდატით აღჭურვილი ხელისუფლება, არა ის ერთპარტიული დღევანდელი ჯგუფი, რომელიც პრაქტიკულად ფეხქვეშ თელავს კანონის უზენაესობას, ქართული ხალხის ნებას, ურცხვად საუბრობს, რომ ვითომ ქართულ ხალხს წარმოადგენს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ის ქართულ ხალხს, მას ყავს ხარდაჭერები საზოგადოებაში ეს ცხადია და ეს ფაქტია, მაგრამ ქართული ხალხი არის ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ ხარდამჭერთა ჯგუფი. ეს არის მთელი საზოგადოება და ჩვენ ხედავთ, რომ ქართული ხალხი არის უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი ქართული ოცნების მიმართ. ეს რაც ხდება რუსთაველზე, ეს არ არის ერთი ჯგუფის ასე ვთქვათ ახირება. ეს არის საზოგადოების პროტესტის გამოხატვა. ზოგი ახერხებს, რომ აიღოს ეს რისკი და დადგეს რუსთაველზე, გაიჭიროს წვიმაში, ქარში და დაიცვას ევროპული მომავალი, ზოგი ამას მხოლოდ არჩევნების ყუთთან მოახერხებს. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ მივახციოთ ვადამდელ არჩევნებს, უბრალოდ ახალ არჩევნებს ქვეყანაში, იმისაც რომ ქვეყანას გაუჩნდეს მაღალი ლეგიტიმაციის ქართველი ხალხის დობით აღჭურვილი ხელისუფლება. საქართველოში უნდა გადაწყდეს. საქართველოში გადაწყდება ეს. ბრიუსელში ვერ გადაწყდება. თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძეც იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რომელმაც თქვა, რომ ხო, აი არც ერთ პოლიტიკოს არ უნდა შეეშალოს და არ უნდა ეგონოს, რომ
თავარი არის უცხოეთი და რომ სწორედ თბილისში წყდება საქართველოს ბედი. რადგან თქვენც იგივე პოზიცია გაქვთ, მაშინ აქვე კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ, თბილისში როგორ უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი. რა არის კონკრეტულად გასაკეთებელი ამისთვის ოპოზიციის და ამავე დროს საზოგადოების მხრიდან და თუ გასაკეთებელია მაშინ ხო, ჯადოსნური ფორმულა რო არსებობდეს, აქამდე ეს ჯადოსნური ფორმულა იქნებოდა გამოყენებული დამერწმუნეთ რა. ჯადოსნური ფორმულა, რომელსაც ხვალ, ესე ვთქვათ, გამოიყენებ, ცხადია რომ აქამდე ამ ვითარებაში არ ვიქნებოდა. ესე ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს. როგორ იცვლება ავტორიტარული რეჟიმები? იცვლება მშვიდობიანი პროტესტით, საზოგადოების კონსოლიდაციით, არჩევნებში მონაწილეობის გზით და საარჩევნო ელექტორალური მხარდაჭერის გაზდით ოპოზიციური პარტიების მიერ. ეს არის რეცეპტი ხელისუფლების ცვლილების. აი რამდენად მუშაობთ ამ ყველაფრისთვის ზუსტად ამ თემის გაშლა მინდა. აი ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, ხო და ვერ ვხედავთ კონტურებს, რომ რაიმე ესე ვთქვათ პოზიტიური მიმართულებით გამოსწორდეს. აი თქვენც აღნიშნეთ და რეალურად მართლაც ასეა, ქართული ოცნება ქუჩაში გასულ აქტივისტებს სპეციალური ღონისძიებებით და საპოლიციო ძალებით უპირისპირდება, ამავე დროს გაიზარდა ციხეებში პატიმრების რაოდენობა, საგარეო ასპარეზზე რაც ხდება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ, ჩანს რომ ქვეყანა არის საერთაშორისო იზოლაციაში. აი ამ ფონზე ალბათ და წესით, ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ოპოზიციური სპექტრი განსაკუთრებული აქტიურობის რეჟიმზე უნდა იყოს გადასული, რასაც ვერ ვხედავთ. რატომ რას გულისხმობთ ოპოზიციური ხო? რას აკეთებთ? მე მგონი აქ შეცდომასთან აგვაქვს თუ ოფისებში ეს რომ ახსნათ. ოფისებში არ ვიცი ვინ რა აქტიურობით არის დაკავებული, მაგრამ საზოგადოებრივ პარტიაზე ვსაუბრობთ, პარტიის საქმიანობა რას გულისხმობს, ხო? პარტიის საქმიანობა ნიშნავს ის, რომ გაზარდოს შენი მხარდაჭერების ოდენობა, ესაუბრო შენ მხარდაჭერებს, წევრებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ეს არის პარტიული საქმიანობა, ხო? პარტიის ძირითადი ფუნქცია არის ის, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა და შეცვალოს ხელისუფლება. პარტიის საქმიანობა ძირითადი ვერ იქნება ქუჩის პროტესტი, იმიტომ რომ ეს არის ზოგადად საზოგადოების აქტივობა. პარტია სხვა რამეს გულისხმობს და სწორედ ამ საქმიანობითა ვარ დაკავებული, ამიტომ მივიღეთ მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში, რომ მიგვეცა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არჩევანი და არ დაგვეთმო სრულად ქართული ოცნებისთვის ყველა ადგილი, ყველა საკრებულოში უბრძოლველად. ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ იმას, რაც ევალება პოლიტიკურ პარტიას. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ეს რა თქმა უნდა არის საზოგადოების, ასე ვთქვათ, პროტესტის გამოხატულება და ეს აუცილებელია, რომ გაგრძელდეს მშვიდობიანი პროტესტის შეუგუებლობა ამ უზგავსობის მიმართ, რაც ხდება. ამას უპირისპირებს ქართული ოცნება, მოსალოდნელიც იყო სწრაფად ისეთი დამსჯელი ბრუტალური კანონების მიღებას, რომ ადამიანებს შეუზღუდოს პროტესტის გამოხატვის ფორმები, ეს ბერკეტი მათ აქვთ დღეს და ამ ბერკეტს იყენებენ აქტიურად, ამიტომ შესაბამისად აუცილებელია, რომ ეს წინააღმდეგობა და შეუგუებლობა იყოს მრავალფეროვანი. იყოს გამოყენებული ყველა შესაძლო ინსტრუმენტი, ყველა შესაძლო ველი წინააღმდეგობის და ჩვენ ამით ავართ დაკავებული. მათ შორის იგივე საკრებულოებში მუდმივი დავასრულებ, მოდეშეხი. იგივე საკრებულოებში მუდმივი მხილება, კორუფციული გარიგებების მუდმივი მხილება, ჩვენი საზოგადოების ადგილობრივ წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია და მათ რომ დაინახონ, რომ აქტიურად იბრძვი საკრებულოში მათი უფლებებისთვის, რომ ამით გაზარდოს შენი ელექტორალური მხარდაჭერა, მათ დაინახონ, რომ შენ სთავაზობ ალტერნატივას საზოგადოებას. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უკვე ხედავთ, რომ ეხლა ძალიან აქტიურად ვამხელთ კორუფციულ გარიგებებს, რომელსაც ქართული ოცნება აწარმოებს, ძალიან ბუნდოვან გარიგებებს, რომელიც ემუქრება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, იგივე დაუშვათ ეს ყბადაღებული გარიგება Eagle Hills-თან არაბულ კომპანიასთან, რომელსაც დაკავშირებით უამრავი კითხვა. ძალიან ბევრი სამუშაოა, რომელსაც ვასრულებთ და ეს არის ნაწილი იმ შეუგუებლობის, იმ წინააღმდეგობის, მშვიდობიანი წინააღმდეგობის,
კონსტიტუციურად მინიჭებული ყველა უფლების გამოყენების, რომელსაც ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ. მაგრამ რატომღაც უბრალოდ რაღაცნაირად არის მოთხოვნილება, რომ აი წამყვანი, განსაკუთრებით წამყვანი ოპოზიციური და ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელი პირები თუ არა წევრები მაინც, ასე ვთქვათ, ველზე გამოჩნდნენ იქ, სადაც მათ შორის არის პროტესტი და არ ვიცი ბატონ ბადრი ახლა ახლა არ ვიცი ყველა პოლიტიკური ლიდერი ამის ციხეშია და ახლა ეს თუ არ ამოხსნა არ ვიცი. თქვენ ხართ გარეთ და მამუკა ხაზარაძეა. ანუ ახლა ჩვენი დაბრუნება ციხეში არის გამოსავალი ქვეყნისთვის? მე მგონი ამასაც მე აუხტენს ბიძინა ივანიშვილი. იქ სადაც საპროტესტო იმ ადამიანებს ვისაც ეს სურს. წინააღმდეგობის მოძრაობა ახლა მე თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემთ და ის იცით და იმედია ეს კითხვა არ გეწყინებათ, მაგრამ რაღაცნაირად რჩება შთაბეჭდილება, რომ აი პოლიტიკური პარტიები თითქოს თავად ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესს და არ არის ეს პოლიტიკური პროცესი, აქ უშვებ თქვენ ფუნდამენტურ შეცდომას. გადაწყვეტილებამდე აი თავად აიკრძალეს. ფუნდამენტური შეცდომა, რასაც თქვენ ახლა ამბობთ, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ქუჩაში მიმდინარეობს, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა. პოლიტიკური პროცესი შეიძლება იყოს არჩევნების წინა საარჩევნო პერიოდში. პოლიტიკური პროცესი შეიძლება გააჩაღო პარლამენტში, სადაც არ შევედით. პოლიტიკური პროცესი, რასაც ქუჩაში ვხედავთ ყოველ ეს არის შვიდობიანი პროტესტი, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, სხვა რამეა. პოლიტიკური პროცესი არის ის, რომელიც შეიძლება გააჩაღო საკრებულოში ან პარლამენტში. ეს არის შვიდობიანი პროტესტი, აქ საუბარია, რომ საზოგადოება არ ეგუება ამ ბრუტალურ ზომებს ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი. ბატონ ბადრი, აი მაგალითად წეღან თავისუფლების მოედანი ვახსენეთ და ისევ თავისუფლების მოედნის პოზიციას გამოვიყენებ და სხვა შორის არა მარტო თავისუფლების მოედანი, არაერთი ოპოზიციური პარტია ქართული ოცნების დასუსტების და საბოლოოდ მისი ხელისუფლებიდან წასვლის გზას ხედავს სწორედ ქუჩის პროტესტში და აი ამ პროტესტის გაძლიერებაში, როგორც თბილისში და ხო, მაგრამ ეს ქუჩის პროტესტი პოლიტიკური პროცესი არ არის. საუბარი რომ პროტესტის გაცოცხლება მოხდეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენ კითხვაზე. ქუჩის პროტესტი პოლიტიკური პროცესი არ არის. პოლიტიკური მოთხოვნები შესაძლოა ქონდეს და აქვს ქუჩის პროცესი, მაგრამ პოლიტიკური პროცესი სულ სხვა რამეა. პოლიტიკური პროცესი ქუჩაში არ მიმდინარეობს. პოლიტიკური მოთხოვნები შეიძლება ქონდეს. პოლიტიკური პროცესი შეიძლება განვითარდეს ინსტიტუციებში. ეს არის პოლიტიკური პროცესი, ხო? ქუჩაში არის ქუჩის პროტესტი, ეს სხვა რამეა. ნუ აურევთ ერთმანეთში. ამ ქუჩის პროტესტს როგორ უყურებს მაშინ ლევ? ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. თუ კი მართლაც აი ამ პროტესტის მასშტაბურობის და ხმაურიანობის ხარისხის გასაზრდელად კონკრეტული დღის წესრიგის შედგება ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ნუ აურევთ ერთმანეთში ფუნქციას. თუ არ იქნება ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ფუნდამენტურ შეცდომას უშვებთ. პოლიტიკური პარტიის ამოცანა არ არის ქუჩის პროტესტის დღის წესრიგის შექმნა. ქუჩის პროტესტს ქმნის საზოგადოება. პოლიტიკურ პარტიამ შეიძლება ხარი დაუჭიროს ამას, მაგრამ პოლიტიკური პარტია უნდა იყოს პოლიტიკური პროცესის ინიციატორი, უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, უნდა შესთავაზოს პოლიტიკური პლატფორმა, პოლიტიკური ხედვა საზოგადოებას. ქუჩის პროტესტი არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ზოგადად საზოგადოების წინააღმდეგობის. ქუჩის პროტესტი ვერ გახდება ერთადერთ საშუალებად იმისათვის, რომ მიღწეული იქნეს ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ უმნიშვნელოვანესია. ამიტომ იყო ჩვენ ყოველთვის მოუწოდებდით ჩვენს კოლეგებს, რომ გამოვიყენოთ ნებისმიერი შესაძლებლობა, იგივე მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ არ შევაჩეროთ, ხარი დაუჭიროთ ქუჩის პროტესტს, მაგრამ ქუჩის პროტესტი დავარქვათ ძირითადი პოლიტიკური პროცესი, ეს არის ფუნდამენტური შეცდომა. ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც აუცილებელია, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის სხვა რამ. და შესაბამისად პოლიტიკოსების მხოლოდ ქუჩის პროტესტის წევრება წარმოჩენა ეს არის მინიმუმ გაუთვით ცნობიერებლობა რა შეიძლება პოლიტიკოსი და რას უნდა აკეთოს პოლიტიკოსი. ამიტომ კი მე წარმატებას უსურვებ ჩვენ კოლეგებს პოლიტიკოსი ახსენეთ. კი ბატონო მე სიამოვნებით დაველოდები როგორ წარმატებას მიაღწევენ თავიანთი ამორჩევლების მობილიზაციაში ჩვენ მუშაობთ ჩვენ სამორჩევლებთან საბოლოოდ ყველაფერი ვლინდება უკაცრავად საარჩევნო ყუთებთან
ვინ მოახერხებს თავისი ამორჩევლის მობილიზაციას. ახლა არჩევნებს რაც შეეხება ლელოს პოზიცია აქამდეც იყო რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნების გზით და ეს პოზიცია დღესაც გაიმეორეთ, თუმცა მე მინდა შეგახსენოთ რომ შესაძლოა შეიცვალოს მოცემულობა, როდესაც სამი პოლიტიკური პარტიის აკრძალვა მოხდეს, თუ კი რა თქმა უნდა ქართული ოცნების ჩანაფიქრი ბოლომდე მივა. შესაბამისად, თუ კი ეს მოხდება, აი რა წონა და ასე ვთქვათ გავლენა შეიძლება ქონდეს არჩევნებს იმ ფონზე, როდესაც წამყვან პოლიტიკურ პარტიებს აიკრძალებათ არჩევნებში. აი თუ ეს მოხდება, მე ვიმსჯელოთ, კარგით ამაზე ხო, შეიძლება პოზიცია შეიცვალოთ, თუ კი ეს რომელი პოზიცია? არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევნებს, მხოლოდ არჩევნების გზით. არა, მხოლოდ არჩევნების გზით. და მათ შორის ქუჩის პროტესტი ემსახურება არჩევნების მოახლოებას. ერთადერთი ცვლილების გზა ხელისუფლების არის და უნდა იყოს არჩევნები. და თუ რა თქმა უნდა თქვენ ახსენეთ ახლა აკრძალვასთან მიმართებაში სარჩელი გამოქვეყნდა დღეს არის როგორ გითხრათ ამას თავმოყარი იურისტი ხელს არ მოაწერდა, უბრალოდ პირდაპირ პოლიტიკური დავალება. სამარცხვინო სარჩელი არის ყოველხრივ. ეგ ლელოსთან მიმართებაში არის ის პრეტენზიები, რომელთა არანაირი კავშირი არ აქვს. შესაბამისად, ალბათ ასეთ სარჩელს როცა თავს უფლებას აძლევს შეიტანოს სასამართლოში ეს ძალიან ცუდ ასე ვთქვათ რამეზე მიუთითებს რომ აბსოლუტურად კომფორტულად არიან ნებისმიერ რამე შეუძლიათ ჩაწერონ სარჩელში თორემ ეხლა გამოუკიდებელი სასამართლოს პირობებში ასეთი სარჩელი უნდა უკუგდებული იქნას საერთოდ განხილვაშიც კი არ უნდა მიიღონ ისეთ და იმდენად სამარცხვინო სარჩელი არის ეს და ჩვენ ლელოს რომელსაც არანაირი კავშირი ჯერ ერთი არ ქონია იმ პერიოდთან როდესაც საუბარი იყო ძალაუფლების გადამატებაზე, ქონების ჩამორთმევაზე და შემდეგ, რომელთა არანაირი ამ პერიოდში ჩვენ არანაირი პოლიტიკური საქმიანობა არ გვიწარმოებია და ამ კონტექსტში ლელოს გამორევა ეს არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალება, რომ ეს გააკეთონ და გაძლევს იმის განცდას, რომ ეტყობა არ დაგიდევენ, რამდენად სამარცხვინოც არ უნდა იყოს სარჩელი, რამდენადაც მათ აქვთ განცდა, რომ ისინი აკონტროლებენ სრულად სასამართლო ხელისუფლებას. ამიტომ მე წინასწარ ვერ მოგახსენებთ, ცხადია, დიდი მოლოდინები არ აქვს. რამდენად არის ეს მინდა. მაგრამ არსებობს, მინდა გითხრათ, შეგახსენოთ, მინდა რომ მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ გვაქვს ასევე საერთაშორისო სასამართლოები. რომელთა გადაწყვეტილებები სავალდებულო არის საქართველოს ხელისუფლების. ამიტომ ჯერ დაველოდებით აქ როგორ წარმართება პროცესი, შემდგომ არის საერთაშორისო სასამართლოები, გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს იმისათვის რომ მსგავსება არ განხორციელდეს. აი უკვე მუშაობთ გეგმა ბ-ზე იმ შემთხვევისთვის, თუ კი მოხდება, ასე ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ქართული ოცნების სარჩელის დადასტურება. აი რამდენად მზად შეიძლება იყოს ლელო, რომ იბრძოლოს არა პარტიული პოზიციებიდან, არამედ ამ შემთხვევაში უკვე არაფორმალური მოძრაობის ფორმით. მე ვერ გიპასუხებთ ახლა ეს კითხვაზე, სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არ ფიქრობთ არაფორმალურ მოძრაობაზე. მე პერიოდი მახსოვს, როდესაც დისიდენტური მოძრაობა იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, ასე რომ დისიდენტობაც არ არის უცხო. ჩემთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჯერ ჩვენ იმაზე გავფიქრობთ, რა იქნება გეგმა B, არამედ იმაზე ვფიქრობთ, რომ დავიცვათ ქვეყანაში დემოკრატია დიქტატურისგან ყველა კონსტიტუციური და სამართლებრივი გზით. აი ამაზე ვართ ახლა კონცენტრირებული და არა გეგმა B-ს განვითარებაზე, რომელიც როგორც ზანეთ რაღაც არაფორმალურ მოძრაობებს გულისხმობს. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ ვფიქრობთ ახლა იმაზე, თუ მაქსიმალურად როგორ გამოვიყენოთ ყველა ჩვენ ხელს არსებული სამართლებრივი კონსტიტუციური გზა იმისათვის, რომ ქართული ოცნების ჩანაფიქრი ვერ განხორციელდეს. აი ეს არის ჩვენი ახლა ფოკუსი და ჩვენი ძალისხმევის ძირითადი მიმართულება. ცალკე აღებული ლელო, იმიტომ რომ კიდევ ერთი კითხვა, რამდენად შესაძლებელია პოლიტიკური პარტიების, ასე ვთქვათ, კონსოლიდაციისა და ერთიანი გეგმის გარეშე პოლიტიკური წარმატების მიღწევა ქართული ოცნების წინააღმდეგ ბრძოლაში. მე გითხები დავაზე ლელო დავებს გამოგრევა. არა. გულისხმობ ბრძოლის გაგრძელების სტრატეგიას ქართულ ოცნებასთან მიმართებაში. განიხილავს თუ არა ლელო, ასე ვთქვათ, სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანების შესაძლებლობას იქნება ეს, ვთქვათ, ასაკრძალად გამოტანი. ზოგადად სტრატეგია როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენ ახლა გადავდგით ნაბიჯი, რომელიც ეხება ზოგადად ქვეყნაში დემოკრატიის გადარჩენას, ხო, შევიტანეთ სარჩელი იმ ცვლილებების წინააღმდეგ, რომელიც
განახორციელება ქართულ ოცნებამ და ზოგადად რომელიც გულისხმობს პარტიების აკრძალვის გაადვილებას. ეს ეხება არა კონკრეტულად ლელოს, არამედ ზოგადად პოლიტიკური პარტიების აკრძალვას. აქედან გამომდინარე ეს არის უნდა იყოს დემოკრატიის გადარჩენისთვის და არის კიდევაც ნაბიჯი, რომ დიქტატურამ ვერ გაიმყაროს თავისი ფესვები ამ ქვეყანაში, ამიტომ შევიტანეთ სარჩელი და რომელსაც აუცილებლად შემდგომ განვითარება ექნება, ხო? ეს ეხება ყველას ინტერესს. ხო, დანარჩენი არ ვიცი ეს რაღაც ფსევდო გაერთიანებების მე ამჯერა ყველას გვაქვს ერთი ამოცანა, ვიც თავის პროევროპულ ძალას უწოდებს, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ დიქტატურისგან, ქვეყანა დაუბრუნოთ ევროპული, ეროვნული, ქართული ინტერესებით ევროპულ კავშირში გაერთიანების გზაზე და ეს არის მე მგონი საერთო მიზანი. დანარჩენი რაღაც გაუგებარი გაერთიანებები ჩვენთვის გაუგებრად რჩება, იმიტომ რომ არანაირი საჭიროება არ არის რაღაც პარტიების ორგანიზაციული გაერთიანებისთვის გაერთიანება იმისათვის რომ ქვეყანაში ვიბრძოლოთ დიქტატურის წინააღმდეგ და ჩვენ ამოცანას ვცდილობთ რომ მაქსიმალურად შევასრულოთ და აქტიურად მუშაობთ იმისათვის კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვავ რომ შევაჩეროთ ეს კანონი ქვეყანაში რომელიც აადვილებს პოლიტიკურ პარტიების აკრძალვას. მეორე ჩვენ დავიცავთ რა თქმა უნდა ლელო ძლიერი საქართველოს თავისუფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი რესურსებით, ჩვენი იურიდიული უზრუნველყოფით ყველა დანარჩენი პარტიების ასევე მე როგორც ვიცი აპირებენ თავიანთი ინტერესების აქტიურად დაცვას. ეს შემიძლია გითხრათ. დანარჩენი თუ ვინმე ფიქრობს გაერთიანოს თავის ძალისხმევ მე ყველას მივესალმები. ჩვენ ამ წუთას არანაირ გაერთიანებას არავისთან არ განვიხილავთ. ადობადრი არ მინდა გაგიშვათ ისე რომ ერთი კითხვა მაინც არ დაგისვათ გიორგი გახარიას პარტიაზე, მით უფრო რომ მათთან კოორდინაციის და თანამშრომლობის გარკვეული ტიპის თანამშრომლობის რეჟიმში იმყოფებოდით თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში. ლელოს არ დაუფასდათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს, ანუ გულისხმობ იმას, რომ მოხვდა მაინც აი ამ ასაკრძალი პარტიების ჩამონათვალში, მაშინ როცა ეს არის მიზეზი. იმიტომ მოხვდით მონაწილეობა რომ მივიღეთ, იმიტომ მოხდით ასაკრძალ პარტიებში. თქვენ აქ არის დიდი განსხვავება. არა და გახარიას პარტიის შემთხვევაში ითქვა რომ პირიქით საპარლამენტო მუშაობის დაწყების გამო თქვეს უარი მაგრამ ჩვენი მონაწილეობა მუნიციპალურ არჩევნებში იყო სწორედ ის, რაც არ სურდა ქართულ ოცნებას. ჩვენ გავაკეთეთ სწორედ ის, რაც იყო მათი სურვილის საწინააღმდეგო და შესაბამისად მოლოდინის ჰქონდა, რახან მონაწილეობა მივიღეთ აქტიურ წინააღმდეგო გავუწევთ, მოლოდინის ჰქონდა, რომ აუცილებლად იქნებოდა მათი მხრიდან ეხლა რეპრესიული ნაბიჯები, ხო? იმიტომ რომ მათ რა სურათ, რა არის პარტიების აკრძალვა, რას გულისხმობს, ხო? გულისხმობს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ გქონდეს. ეს არ არის პარტიების აკრძალვა, ხო? შესაბამისად, მათ სურდათ, რომ ჩვენ ყოფილიყავით ბოიკოტში. ანუ ეს არის იზოლებითი ბოიკოტი, ხო, როცა გაიძულებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო. ანუ მათი სურვილია რომ ჩვენ არ მიგვეღო მონაწილეობა და არ მივიღოთ მონაწილეობა. ანუ მათი სურვილი იყო რომ ჩვენ ყოფილიყავით ბოიკოტში. ამიტომ მათი სურვილის წინააღმდეგ გადაგონ ნაბიჯის გამო შევიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი გაუქმების მოთხოვნით. კარგი და ქართული ოცნების გაწყვეტილებას რით იხსნით, აღარ შეეხოს ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას, რომლის მიმართაც თავი რომ დავანებოთ პოლიტიკას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართულ ოცნებას არაერთი სერიოზული ასე ვთქვათ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს ახასიათებს ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას ახასიათებს თუ დააკვირდებით, ხო, რომ რაღაც გააჩინოს ეჭვები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიმართ, ვიღაც გამოუშვას ციხიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ გამოგვიშვას ციხიდან, სხვა კოლეგები დატოვოს ციხეში, ქართულ, ასე ვთქვათ, გახარია საქართველოს პარტიაზე არ შეიტანოს, ჩვენ წინააღმდეგ შეიტანოს, რომ იქნებ როგორმე განხეთქილება გააღრმავოს ოპოზიციურ ძალებს შორის, შექმნა სათავსგვარი ინსინუაციების საფუძველი, ეს არის ამის ახსნა, რომ მათ სურთ გააღრმავონ დაპირისპირება ოპოზიციურ ბანაკში. შესაბამისად, ჩვენ ამ ანკეტზე არ უნდა წამოვებოთ და ამის გამო არ უნდა იქნეს მიტანილი იერიში ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიაზე, თუ კი მას სხვა შეხედულება აქვს და თუ კი მის მიმართ ქართული ოცნება სხვა მიდგომას ირჩევს კონკრეტულად, სწორედ იმ მიზნისათვის, რომ გააღრმავოს დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე და შემდგომ თავისი პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, მედია საშუალებებით ამ დაპირისპირების პოპულარიზაცია მოახდინოს, რომ ხალხს უთხრას, ხედავთ როგორ დაპირისპირებული არიან თვითონ
პროვოცირებას ახდენს დაპირისპირების, რომ შემდგომ მისი მაქსიმალურად პროპაგანდისტული მიზნების გამოყენებით შეეცადონ, რომ დაანახონ ხალხს თითქოს ალტერნატივა ქართული ოცნების არ არსებობს. და მე ვფიქრობ, ეხლა ეს კოზი აუცილებლად ნასარს ჩაუვარდებათ, იმიტომ რომ ხედავს ქართული ხალხი, რომ ალტერნატივა არსებობს. ეხლა მთავარია, რომ ჩვენ ყველა ძალისხმევამ, ქუჩის პროტესტმა, გამოყენებამ ყველა შესაძლო ინსტრუმენტის, მათ შორის იგივე წინააღმდეგობა ქართულ ოცნების მიმართ, რომ მათ თავიანთი კორუფციული მიზნები ვერ განახორციელებონ. ყველაფერი ეს და რასავერე მუშაობა ჩვენს თანამოქალაქეებთან და ამან სწორედ ადგილობრივი არჩევნების დროს ამის აუცილებლად ჩვენ დავინახეთ ძალიან მწვავედ განსაკუთრებულ რეგიონებში მუშაობა ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომ მათ დაინახონ ის საფრთხე, რომელიც მათ ემუქრებათ. იმიტომ რომ ქართული ოცნების გამოისობით საქართველოს დატოვება ევროკავშირის პერსპექტივის გარეშე ეს აუცილებლად გადაითარგმნება ჩვენი ისედაც ძალიან მყიფე ეკონომიკის მდგომარეობაში და სანამ ეკონომიკა დაიწყებს ეკონომიკაში დაიწყება ძალიან მძიმე და შეუქცევადი პროცესები, მანამდე უნდა მოხდეს ქართული ოცნების ჩანაცვლება არჩევნების გზით. შემდგომ გვიან იქნება. კარგი, ბატონ ბადრი, ბოლო კითხვას დაგისვავთ კიდევ ერთ თემაზე და ამით დაგემშვიდობებით. დღეს გახდა 1 თვე, 4 ნოემბერია, 4 ოქტომბრის მოვლენებიდან შესაბამისად 1 თვე გახდა, რაც დაპატიმრებულნი არიან პაატა ბურჭულაძე, მურთა ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგაძე და მათთან ერთად აქციის ათეულობით მონაწილე. ხა თვითონ ამ დღეს განვითარებულ სურათზე ლელოს არაერთხელ დაუფიქსირებია მისი მწვავე პოზიცია, ამიტომ უშუალოდ ამ მოვლენებზე აღარ კითხავთ, თუმცა აი როგორ ფიქრობთ, რატომ ასე ვთქვათ დუმს ამ დრომდე პაატა ბურჭულაძეც, ზოდელავაც და ირაკლი ნადირაძეც. აი მაშინვე ითქვა, რომ ვიცი ღალაც თუ რაღაც გადაგდებას უნდა ქონოდა მე ვერ გეტყვით ახლა რატომ არ საუბრობენ ისინი ამ ალბათ მათ უნდა მიეცეს იმის საშუალება რომ თქვან რასთან ქონდა საქმე, ცხადია რომ ახლა ადამიანები საპატიმროში იმყოფებიან. უნდა ილაპარაკონ თქვენი აზრით. თუ აქვს სათქმელი, აუცილებლად უნდა ისაუბრონ. თუ აქვს სათქმელი, აუცილებლად უნდა ისაუბრონ. ფაქტია ეს იყო პროვოკაცია ქართული ოცნების ჩარევით იმისათვის რომ მოხდარიყო შვილობიანი პროტესტის დისკრედიტაცია და პირდაპირ სასახად იკვეთება აქ შემთხვევაში ქართული ოცნების აგენტურის ძალიან ეფექტური მოქმედება რომ საბოლოო ჯამში მე გამოეყენებინა ეს ვითარება იმისათვის რომ ეთქვათ რომ თითქოს იყო ორგანიზებული რაღაც მთელი ეს პერიოდი შვილობიანი პროტესტი თითქოს ამ მიზნას ატარებდა ძალადობრივი დამხობის რაც რა თქმა უნდა არის სრული სიცრუე, მაგრამ ეს პროვოკაცია, ეს ხაფანგი რომელიც მათ დააგეს სამწუხაროდ გაებდნენ რიგი ადამიანები ამ ხაფანგში და ეს ძალიან სამწუხარო განვითარება პოვა ყველაფერმა ამან. ცხადია რომ დაპირებები რომ ერთ დღეში დავიწყებ და ამავთავრებ ეს ყოველთვის სულად თავდება, ამიტომ ერთადერთი გზა მანამდეც ვამბობდით და ვიმეორებთ და კიდევ გავიმეორებთ. ერთადერთი გზა ხელისუფლების უნდა იყოს და არის არჩევნების გზით ეს ამ ხელისუფლების ცვლილება. დაინიშნოს როგორ ფიქრობთ რა შედეგებით დასრულდება. არის დღეს ოპოზიცია იმ ფორმაში რომ ქართულ ოცნებას არჩევნები მოუწევს. ქართული ხალხი არის კარგ ფორმაში. და შესაბამისად თუ ქართული ხალხი არის კარგ ფორმაში მაშინ ოპოზიციაც კარგ ფორმაშია და შესაბამისად აუცილებლად დამარცხება ქართული ოცნება როგორც კი არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში. და მე მინდა უბრალოდ კიდევ ერთხელ შევეცადოთ თქვენს მოგიწოდოთ რომ ნებისმიერ ჩემს კოლეგას, თქვენს კოლეგას რომ ქართულ ხალხში უნდა დავაბრუნოთ რწმენა რომ არჩევნების გზით შესაძლებელია ამ ხელისუფლების ცვლილება, აუცილებელია და აუცილებლად მოხდება კიდევაც. ამიტომ უნდა ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, ვიცით ხო, სად გვჭირდება მობილიზაცია, მე ვისმენ კიდევაც, მობილიზაცია გვჭირდება იმისათვის, რომ იქ სადაც ყველაზე მეტად ხალხდება, იქ იყოს მაქსიმალური ოდენობა დამკვირვებლების, ოპოზიციის წარმომადგენლების, საზოგადოების წარმომადგენლების და ჩვენ თუ მობილიზებული ვიქნებით არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს ხმების დასაცავად, ქართული ოცნება აუცილებლად დამარცხება. დამარცხებულა გაცილებით უფრო ავტორიტარული რეჟიმები, გაცილებით მეტი რესურსით, გაცილებით მეტ, ასე ვთქვათ, უპირატესობის პირობებში ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ოპოზიციის უპირატესობა ქართულ ოცნებაზე იყოს
არა 4-5%, როგორც შარშან იყო, არამედ გასილებით მეტი, როდესაც ფალსიფიკაციით და გაყალბებით ამ უპირატესობის გაქარწყლებას ვერ შეძლებს ქართული ოცნება. მადლობა ბატონო, იმისთვის რომ იყავით ჩვენი სტუმარი მაშასე ბადრი ჯაფარიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს. ახლა კი კიდევ ერთი პოლიტიკოსი შემოგვერთდება. ამჯერად ეთერს დაუთმობთ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერ მაია კოპალეიშვილს, რომელთანაც ასევე შევაფასებთ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებს, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი რუსთაველის გამზირის ყოველდღიური აქციები, რომელსაც ქართული ოცნება გამკაცრებული კანონებით და პოლიციის ძალით უპირისპირდება. ეს რა თქმა უნდა ჩვენი საუბრის თემები იქნება, თუმცა იქამდე დღეს ყველა სტუმართან პირველი კითხვა საქართველოს საგარეო კურსს და ევროინტეგრაციის პერსპექტივას შეეხება იმის გათვალისწინებით, რაც ევროპელი ლიდერების მხრიდან ითქვა ბრიუსელში რამდენიმე საათის წინ გამართულ გაფართოების სამიტზე. მაშასე წარმოგიდგენთ ჩვენს კიდევ ერთ სტუმარს, მაია კოპალეიშვილი უკვე შემოგვერთა. გამარჯობა ქართულ მაია და მადლობა რომ გვესწრებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მივესალმები მაყურებელს. ბატონო მაია, დავიწყოთ დღეს მთავარი პოლიტიკური საკითხით. ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში უპრეცედენტოდ მწვავედ არის გაკრიტიკებული ქართული ოცნების ხელისუფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის, ინსტიტუტების პარტიული ინტერესებისადმი დაქვემდებარების და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო უკუსულა ყველა სფეროში გადახვევა ევროპული კურსიდან. აი ეს და ამდაგვარია ევროკომისიის შეფასება დღევანდელ საქართველოზე. რას ნიშნავს ეს შეფასებები და რა ეტაპზე გადავიდა ევროკავშირის, ევროკომისიის და ზოგადად ევროპული სტრუქტურების ურთიერთობა ქართული ოცნების მთავრობასთან? ძალიან მძიმე ანგარიშია მოგეხსენებათ, თუმცა მოსალოდნელი იყო იმ ქმედებების და რეპრესირებული ამდენი რეპრესირებული ადამიანის ფონზე და ყველა იმ ნაბიჯში, რასაც ქართული ოცნება ახორციელებს ქართული საზოგადოების მიმართ, რომ ასეთი ანგარიში იქნებოდა, მაგრამ ანგარიში იმაზე უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე შესაძლოა მოელოდა რომელიმე ჩვენგანი, იმიტომ რომ ამ ანგარიში ერთი დადებითი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი საქართველოზე, როგორც ვიცით, საერთოდ ანგარიში უწევდა თვითონ ევროკავშირის ელჩმა ძალიან მძიმეა, რომ დიახ, საქართველოს 23 წელსშიც კი არ იყო ამ ნიშნულზეო, დიახ, და ცალსახად აღინიშნა, რომ ფორმალურად რჩება სახელწოდება მხოლოდ და სხვა მხრივ საქართველოს ვერ მიაღწევს ევროკავშირში გაწევრიანებას. ანუ უნდა ვთქვათ, რომ ქართული ოცნების მმართველობის და ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეუძლებელია, რომ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამდენად სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, რომ შეიცვალოს ქართული ოცნების ხელისუფლება და დემოკრატიული ძალები მოვიდეს ხელისუფლებაში და ეს უნდა ჩატარდეს სწორედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, რომ ხალხმა აირჩიოს დემოკრატიული მმართველობა და დემოკრატიული მთავრობა. აი თვითონ პაվել ჰერჩინსკი, რომელიც ერთხელ უკვე ვახსენეთ, ასე მიმართავს ქართულ ოცნებას დაუბრუნდით ევროინტეგრაციის პროცესს. გამანადგურებელი ანგარიში გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა იყოს. აი თქვენ არ გაქვთ მოლოდინი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ხო, რომ ერთგვარად გამოსაფხიზლებელი სიგნალი იქნება ქართული ოცნებისთვის ის რაც დღეს მოხდა, რაც ვნახეთ და მოვისმინეთ. ამის შანსი არ არის დარჩენილი ქართული ოცნების. არა, ქართული ოცნებას არა, როგორც ამისი ქართული ოცნებას არ აქვს ამის მზაობა. იმიტომ რომ ქართული ოცნებას ამისი მზაობა რო ქონდეს, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, რომ ხალხს აპატიმრებენ რუსთაველზე მშვიდობიანი პროტესტის გამოთქმის გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ სარჩელი შეიტანეს დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით. ჩვენ ვხედავთ, რომ იღებენ რეპრესიულ კანონმდებლობას და ამის შეცვლასაც არაპირებენ და რომელი ერთი შეიძლება რომ ჩამოვთვალოთ, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული ოცნებას არანაირი მზაობა საიმისოდ, რომ საქართველოს ევროკავშირის ორბიტას დაუბრუნდეს არ აქვს და მეტიც, როდესაც დღეს გადასცეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, საგარეო საქმეთა მინისტრმა არც კი იკადრა, შეხვედრა, რომ შეხვედროდა და ვთქვათ, მას გაეკეთებინა რაიმე საჯარო განცხადებები ამასთან დაკავშირებით.
მერე ჩვენ ვნახეთ ოფიციალური პირების, თანამდებობის პირების განცხადება კი არა და რაღაცა კომენტარი, რომ პირიქით იქეთ ადანაშაულებს ევროპულ ინსტიტუტებს და ბრიუსელს და არა საკუთარ თავს და ქართული ოცნების მმართველობას. ამდენად არ არის ეს მზაობა, ჩვენ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ქართული ოცნებას არ აქვს ამისი არც შესაძლებლობაც აღარ აქვს უკვე. იმიტომ რომ ქართული ოცნება მთლიანად მომართულია ძალადობაზე, მომართულია რაღაცა ადამიანებისათვის დემოკრატიული აზრის გამოთქმისათვის დასჯაზე. თან ქართული ოცნება არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც აი ამ გაფართოების ანგარიშია აღნიშნული, რომ აბსოლუტურად ბაზისური ნორმებიც კი არ დააკმაყოფილა, ხო? ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით. მათ შორის ის, რომ ადამიანებს იჭერენ ქუჩის გადაკეტვისთვის და ამხელა ჯარიმებით აჯარიმებენ, განმეორებით ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივად რო სჯიან, ეს აბსოლუტურად არაპროპორციული დასჯა არის. აბსოლუტურად საწინააღმდეგოა კონსტიტუციის. აქედან გამომდინარე, რომელი ერთი შეიძლება დასახელდეს, რომელიც ვთქვათ, მიგვანიშნებდა, რომ ქართულ ოცნებას აქვს ინტერესი, თუნდაც ინტერესის დონეზე, რომ ევროკავშირის ორბიტას დაუბრუნდეს. არა, მათ არა აქვთ ამის ინტერესი და ეს აუცილებლად უნდა ვთქვა აი აქ. არა აქვთ ამის ინტერესი, იცით რატომ? განა იმიტომ რომ თვითონ იღებენ ამაზე გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი და ქართული ოცნება ამას აღასრულებს. აი ეს არის მთელი არსი ამ ყველაფრის. რა იქნება ამის შემდეგ, როგორ ფიქრობთ, გაგრძელების თვალსაზრისით თუ ელოდებით, რომ ეს მწვავე განცხადებები, რომელიც დღეს გაკეთდა, ვარც კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გარდაიქმნება, ანუ რამდენად შეიძლება არსებობდეს მოლოდინი ბიძინა ივანიშვილის თუ ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული სხვა პირების იგივე დასანქცირებასთან მიმართებაში. ჩვენ ისევ ანგარიშიდან რო გამოვიდეთ, ჩვენ ვნახეთ, რომ ერთხელ კიდევ გაესვა ხაზი, რომ ურთიერთობა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან არის შეწყვეტილი. აბსოლუტურად ყველა დახმარება, რომელსაც იღებდა საქართველოს სახელმწიფო ევროკავშირისაგან, არის შეწყვეტილი და გაძლიერებულია დახმარება, ვთქვათ, მედია ორგანიზაციებზე, თავისუფალ სიტყვაზე და ასე შემდეგ, ხო? ანუ ძალიან ბევრი დააკლდა ჩვენ სახელმწიფოს იმ მიზნების მისაღწევად, რაც საჭიროა ადამიანების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, სწორედ ევროკავშირისგან მიღებული ამ თანხების საფუძველზე. ჩვენ დავინახეთ, რომ აღინიშნა, რომ ის ქვეყნები, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ ეტაპისთვის გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნებს და დასახელდა სხვადასხვა თარიღები, რომელ ქვეყანას, რომელი თარიღისთვის დაუდგება ეს მომენტი, ისინი უკვე იღებენ დახმარებას ევროკავშირისაგან. ანუ ჩვენ ესეც დავკარგეთ. ანუ ჩვენ დავკარგეთ აბსოლუტურად ყველა შანსი, რომელიც შესაძლებლობას მოგცემდა, რომ საქართველოს სახელმწიფო გაძლიერებულიყო როგორც ეკონომიურად, ასევე ინსტიტუციურ დონეზე და ეს დატყობოდა ადამიანების კეთილდღეობას. მაგრამ რეალურად რა მივიღეთ? ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა კი არ მივიღეთ, არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა მივიღეთ ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ამის არაერთი მაგალითები დავინახეთ, თავად რაც ქართულმა ოცნებამ შემოგთავაზა. კეითილი ქავტომაია სხვა საკითხებზეც გადავიდეთ, სადაც უკვე საინტერესოა თქვენი არ როგორც მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ იურისტის შეფასებაც და ასეთია, მაგალითად პარტიების აკრძალვასთან, მათ შორის თქვენს კოალიციაში შემავალი პარტია ახალი საკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელი ქართული ოცნების, რომელიც სხვა შორის დღეს რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა კიდეც საკონსტიტუციო სასამართლომ. აი თუ გაეცანით, ალბათ გაეცანით, ხო, ქართული ოცნების სარჩელს, გითხარით რამდენად მყარი არგუმენტებით არის დასაბუთებული აი თქვენი შეფასებით კონკრეტული პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების მოთხოვნა. ქართული ოცნების სარჩელი რაც ვნახეთ, იმიტომ რომ ვერ მოვასწარი დეტალურად საკითხვა და რა თქმა უნდა დეტალურად დავიკითხავ. არა, მოცულობითობა, საერთოდ ზოგადად სარჩელის დასაბუთებულობა და მოთხოვნის დასაბუთებულობა მოცულობითობით არ იზომება, ფაქტებით იზომება და ამ კონკრეტულ ფაქტობრივი გარემოებების აღწერით იზომება. და აი ეს სარჩელი არის აბსოლუტურად სრულიად შეუსაბამო, ამდენი 88 დეპუტატია წერს მე მგონი ხელს, სრულიად შეუსაბამო, რომ აი ამდენმა დეპუტატმა წარმოადგინოს აი ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი და რაღაცა მიუთითოს
რაღაც კომისიაზე რო გამოიკულიეს იმ ფაქტებზე და იმ კომისიაზეც როგორ გამოიკულიეს ყველამ ვიცით და თან რა გამოიკულიეს ესეც ვიცით. ის კომისიაც რო თავად არალეგიტიმური იყო და არალეგიტიმური ასე ვთქვათ პარლამენტის მიერ იყო შექმნილი, ესეც ვიცით. ამდენად სარჩელში არის ისეთი საკითხები მოყვანილი, რომელიც ძალიან იცით რა არის, რამდენადაც ჩვენ მოპასუხე ვიქნებით ამ სარჩელზე, მე არ მინდა რომ ეხლა წინასწარ გავთქვა ისეთი საკითხები, რომელიც ქართულ ოცნებას შესაძლებლობას მისცემს უფრო ისე მოემზადოს ამ კუთხით, ამის სტრატეგიულად ამის შესაძლებლობას ქართულ ოცნებას არ მივცემ. უბრალოდ ვიტყვი, რომ მათი სარჩელი, მე საკონსტიტუციო სასამართლოს მინდა ახლა მივმართო, რადგანაც ამის შესაძლებლობა აქ მომეცა. მათი სარჩელი, თუკი თქვენ გადახედავთ ამ მაყურებელსაც მინდა ვუთხრათ, თუკი თქვენ კონსტიტუციური სარჩელებს, რომელიც შემოტანილია და მერე ჩამოტვირთავთ ამ სარჩელებს, რომ ფაილის სახით გამოიტანო და ნახავთ, სარჩელები უნდა იყოს აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი, ასე ვთქვათ, შემუშავებული ფორმის შესაბამისად შემოტანილი. ქართულ ოცნებას განცხადებასავით წარმოუდგენია ეს სარჩელი. აწერია საკონსტიტუციო სასამართლოს, აი ესეთი ფორმით აქვს სარჩელი წარმოდგენილი. ის კი არა რომ მოსარჩელე მოპასუხე, როგორც უნდა იყოს სარჩელი. მერე როგორც ჩანს, ამდენი ხანი, იმიტომ რა იტვირთა ეს სარჩელი, რომ რაღაცა ფორმაში ჩასვეს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მერე ვებგვერდზე გამოაჩინა, მაგრამ ვებგვერდზე როდესაც შეხვალთ და ამ სარჩელს დააკლიკებთ, იქ გეუბნება ვებგვერდი, რომ თქვენ არ უყურებთ სრულყოფილ სარჩელს და აუცილებლად უნდა ჩამოტვირთოთ ფაილი. სხვა სარჩელებზე თუ ნიმუშის სახით ნახავთ და ჩამოტვირთავთ სხვა სარჩელებს, თქვენ ნახავთ, რომ ჩამოიტვირთება შესაბამისი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ნიმუშის და ფორმის შესაბამისად შევსებული სარჩელები. და აქ რას ხედავთ ჩვენ, ჩამოიტვირთება განცხადება. ქართულ ოცნებას აქვს განცხადების სახით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი და არა დადგენილი ფორმის სახით. აქაც ჩანს მათი კვალიფიკაცია და სირცხვილია უბრალოდ. უშუალოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები რადგან ახსენეთ, ახლა არსებულ შემადგენლობასთან დაკავშირებით გვესმის შეფასება, რომ ის ახლა ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, პარტიულ გავლენას ემორჩილება. აი, თქვენი აზრით ვის სამსახურშია დღეს საკონსტიტუციო სასამართლო? არ ვიცი, ქვეყნის და კონსტიტუციის თუ სწორედ ხელისუფლების და მმართველი პარტიის. პარტიების აკრძალვა, ახლა არ ვიცი, კიდევ სხვა ფაზაში გადასვლას ნიშნავს, ხო? შესაბამისად, რამდენად მოსალოდნელია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა დღევანდელმა შემადგენლობამ ოცნების მოთხოვნა და ნება არ გაითვალისწინოს. საკონსტიტუციო სასამართლოს თქვა ბოლო პრაქტიკას თუ გადავხედავთ ჩვენ და აი რაც პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საკითხები რო იყო ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხები იყო ხო პრეზიდენტის იმპიჩმენტიდან დაწყებული ვთქვათ თუნდაც აი ეს საქმე რომელიც უკავშირდებოდა საარჩევნო კანონმდებლობას აი ახლა შეტანილი აქვს ვთქვათ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გამოიჩინა მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტი. ჩვენ დავინახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მისაღები ქართული ოცნების პოლიტიკური მიზნებისათვის. რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში არიან მოსამართლეები, რომლებიც თავის დამოუკიდებელ მოსაზრებას გამოთქვავენ და უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც იარსებებენ და არსებობენ და გამოთქვავენ მოსაზრებას, რამე თუ ფაქტია, რომ როდესაც შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით, იქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტი სხვათა შორის ქართულ ოცნებას თავის არჩევნში მითითებული აქვს, რომ აი სტრასბურგის სტანდარტის შესაბამისად და უნდა უთხრა ქართულ ოცნებას, რომ რასაც ისინი სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ადგენენ და ითხოვენ მათ აკრძალვას აბსოლუტურად ყველა საკითხი ერთ-ერთში მიემართება ქართულ ოცნებას. ანუ გამოდის, რომ ქართული ოცნება თავისი აკრძალვის პრეცედენტს ქმნის ამ მის მიერ შემოტანილი სარჩელით, იმიტომ რომ სწორედ ქართული ოცნებაა, რომელიც აფერხებს დემოკრატიას ამ ქვეყანაში,
სწორედ ქართული ოცნება, რომელსაც უნდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ასე ვთქვათ დაკარგვის აღიარება მოახდინა სწორედ იმ კომისიის შექმნით და დასკვნით და მოახდინა ფაქტობრივად და სურვილი აქვს რომ გადაწეროს საქართველოს ისტორია და რო დაუბრუნდე იმ კონკრეტულ თემას, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ განიხილავდეს აი პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს სამართლიანი სასამართლო, რომელიც არ იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული, სასამართლო, რომელიც მიმართაც იარსებებს მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ის იქნება პოლიტიკისაგან სრულიად თავისუფალი, მაგრამ ჩვენ ამის მოლოდინი ბუნებრივია არ გვაქვს და ჩვენ ვიცით რატომ წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში ასეთი სარჩელი ქართულმა ოცნებამ. იმიტომ წარადგინა, აი ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი. იმიტომ წარადგინა, რომ მას იმედი აქვს თავად საკონსტიტუციო სასამართლოსი და აი ამიტომ ბედავს ქართული ოცნება ამდენს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამას ვერ გაბედავდა, ვერ იმოძრავებდა ქვეყნის დემოკრატიის წინააღმდეგ. შევხედოთ ოცნების არგუმენტებს უშუალოდ თქვენს კოალიციასთან მიმართებაში. კოალიცია ცვლილებისთვის დადანაშაულებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ძალადობით შესვლის მცდელობაში, რაც მათივე შეფასებით მათ შორის გამოიხატა იმით, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით მოქმედმა კოალიციამ უარი თქვა პარლამენტის არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ამ დრომდე ეწევა საკანონმდებლო ორგანოს საბოტაჟს. ეხლა რა პასუხი გაქვთ ქართულ ოცნებაზე და მეორე მხრივ ხა თქვენი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ მინდა რომ წინასწარ განვიხილო მათი სარჩელი აქ თორემ მე პასუხი მაქვს და იცის ქართულმა ოცნებამ რომ ამაზე პასუხი მექნება რომ დღემდე ნაციონალური მოძრაობის ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენთ და დღემდე ერთიანი გეგმით მოქმედებთ. აი რა კავშირი გაქვთ ნაციონალურ მოძრაობასთან ეს მაინც რომ გვითხრათ და რამდენად თანხდება ასე ვთქვათ ამ ორი პოლიტიკური ძალის ქართული ნაბიჯები ერთმანეთს. ერთ სვეტყვი მაშინ ქართულ ოცნებას და ყველა დაინტერესებულ მკითხველს და ასე ვთქვათ მაყურებელსაც რომ ქართული ოცნების სარჩელზე რო ვსაუბრობ და რო ვამბობ რომ არის დაუსაბუთებელი, იმიტომ სწორედ დაუსაბუთებელი რომ ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოიყვანოს ამა თუ იმ საკითხის დასასაბუთებლად. მას მხოლოდ იმის თანდართულ დოკუმენტად მოყვანილია მხოლოდ დასკვნა. წარმოგიდგენიათ, მხოლოდ ეს დასკვნა, რომელიც თავად დასკვნა რო ნახოთ ხო ძალიან ასე ვთქვათ სრულიად აბსურდული დოკუმენტია თავად დასკვნა. და აი ეს დასკვნა არის წარმოდგენილი მთავარ მტკიცებულებად ამ კონკრეტულ სარჩელზე. ანუ ქართული ოცნებას კიდევ ერთხელ ვამბობ, ქართულ ოცნებას უნდა რომ თვითონ რასაც იტყვის ის იყოს წარმოდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლომაც სწორედ ისე შეხედოს როგორც თვითონ იტყვის, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია საკითხი განიხილოს სწორედ სტრასბურგის სასამართლოს და განვითარებული დემოკრატიული ქვეყნების სასამართლოების საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმოქმედოს ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე და საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც მიმართაც ნდობა საერთოდ არ არსებობს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არ აჩენს ამის მოლოდინს, მაგრამ ბუნებრივია ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია ქართული ოცნების სარჩელი, რა თქმა უნდა, სამართლიანად და სამართლებრივად დაიცავს თავს და იბრძოლებს საკუთარი დამოუკიდებლობისათვის, თავისი გაერთიანების თავისუფლებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და ბუნებრივია ჩვენ მივიჩნევთ, რომ აი ეს კონსტიტუციური სარჩელი არის სწორედ მიმართული ქვეყნის წესწყობილების დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ. მისი მიზანია გაანადგუროს ქვეყანაში დემოკრატია, იმიტომ რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა არის პოლიტიკური პარტიები. პოლიტიკური პარტიების მეშვეობით მონაწილეობს ხალხი, ირჩევს, აყალიბებს თავის შეხედულებებს და მეორეც ერთი პოლიტიკურ პარტიას აქვს ასე ვთქვათ შესაძლებლობაც და პოლიტიკური პარტიის ნებარი ის ცნობს თუ არ ცნობს რომელიმე აი მაგალითად ქართული ოცნების
ძალას ლეგიტიმურად. მაშინ არის ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება ემზადება ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის მომავალი წლის გაზაფხულზე, იმისთვის, რომ აი გაიმყაროს, ასე ვთქვათ, ის ლეგიტიმაცია, რომლის პრობლემაც ჯერ კიდევ აქვს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. შეიძლება ოპოზიციური პარტიების აკრძალვა იყოს ამ გეგმის ნაწილი. არა, ფაქტია, რომ ქართულ ოცნებას უნდა რომ მოასუფთავოს პოლიტიკური ველი, არც ერთი პოლიტიკური პარტია, რეალური დემოკრატიული პოლიტიკური პარტია არ იყოს ასპარეზზე და დარჩეს მხოლოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ქართულ ოცნებასთან, ან თვითონ შექმნის, ან ეხლა იქნება, რომ შექმნას რაღაცა ფასადური მრავალპარტიულობის განწყობა, მაგრამ ბუნებრივია, ეს ვერ იქნება დემოკრატია თავისი ჭეშმარიტი გაგებით, ვერ იქნება ეს პლურალიზმის აღიარება, იმიტომ რომ პლურალიზმი პირველ რიგში გულისხმობს დემოკრატიული პარტიების მონაწილეობას სამართლიან თავისუფალ არჩევნებში და ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება თუნდაც რიგარეშეთ რო ჩაატაროს არჩევნები სამართლიანი თუ კი პოლიტიკოსები იქნა ციხეში თუ კი პოლიტიკური პარტიები აკრძალა თუ კი აი ის ჩვენი სინდისის პატიმრები იქნებიან ციხეში და თუ კი საარჩევნო ადმინისტრაცია და თავად საარჩევნო კანონმდებლობა არ შეიცვალა. ანუ სრულიად უნდა მოხდეს გაჯანსაღება პროცესის, მთლიანად უნდა მოხდეს გაჯანსაღება იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნები თუ კი მართლა ჩანიშნავს ქართული ოცნება რიგარეში არჩევნებს, ეს უნდა იყოს დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და თუ კი მასში არ მიიღებს მონაწილეობას დემოკრატიული პარტიები და მხოლოდ ის პარტიები მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც თვითონ შექმნის მათი სატელიტები, მათი განაყოფები იქნება, მე რაღაცა სახელწოდებას დაარქმევს და ამ დროს კი ვხედავთ ერთობლივად რომ შემოაქვთ სარჩელებით. ანუ თითქოს ხო დამოუკიდებლები არიან და ოპოზიციური ძალა არის თითქოს ამ არალეგიტიმურ პარლამენტში, მაგრამ რეალურად ერთნი არიან და ამას ვერ მალავენ. ანუ ეს არის სწორედ ასე ვთქვათ ფასადური დემოკრატიის შექმნა რა უნდათ, რომ თითქოს ისინი დემოკრატობანას თამაშობენ. რეალურად ისინი ავტოკრატიულ რეჟიმს ამყარებენ, ეს არის სწორედ დიქტატურა, როდესაც უნდათ რომ ალაგმონ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ველიდან. ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ უკვე რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ პროტესტზე, რომელსაც ქართული ოცნება შეიძლება ვთქვას, რომ ასე ვთქვათ, გამკაცრებული ღონისძიებებით უპირისპირდება, პროტესტი ამ დრომდე გრძელდება, იზოლატორები კი ესეც შეიძლება ითქვას, რომ ივსება სხვადასხვა პროფესიის, ასაკის და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებით. აი სოციალურ სივრცილში მიდის მსჯელობა, როგორ შეიძლება პროტესტი გადაეწყოს ახალ გარემოებებზე და აი წინააღმდეგობის რა ახალი ფორმები შეიძლება მოიძებნოს ქართული ოცნების აი ამ ზომების საპირისპიროდ. თქვენი პარტიის ხედვა როგორია ამ ყველაფერზე? წინააღმდეგობის ახალ გზებსა და ფორმებზე თუ გაქვთ, არ ვიცი, თქვენეული ხედვა და გეგმა. ჩვენ დღეს აღვნიშნეთ, რომ აუცილებელი ამ ანგარიშთან დაკავშირებით წამოსულმა პრობლემებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ქართული ოცნება და ქართული ოცნების მიზანი არ არის ევროკავშირში გაწევრიანება არც ახლა, არც მომავალში და ქართული ოცნების მმართველობის და ივანიშვილის მმართველობის პირობებში ვერანაირად ვერ მოხდება ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება და ჩვენი ევროპულ ორბიტაზე დაბრუნება. ამიტომ უნდა შეიცვალოს ქართული ოცნების ხელისუფლება და ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ კოალიციური დემოკრატიული ძალები და არა რაღაცა ქართული ოცნების მიერ ხელდასმული პოლიტიკურ ძალებზე არ არის საუბარი. აქედან გამომდინარე აუცილებელია აი ეს კონკრეტულ ძალთა ერთობა, რომელშიც იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები ჩართული, არამედ ყველა მონაწილე ამ პროტესტის, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოქალაქეები, ჩვენ ყველამ ერთიანი ძალით, ერთობით უნდა შევძლოთ, მეც, თქვენც, მედიამ, ყველამ არ არსებობს, არ შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა სირაქლემას პოზიციაში ჩავიყენოთ თავი და თითქოს ეს ჩვენს მიღმა მიდის. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ერთობით, რომ მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენ დავბრუნდეთ ევროპულ ორბიტაზე, ჩვენ გავხდეთ ევროკავშირის წევრები, რომ ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას. ჩვენ არ უნდა დავრჩეთ ევროპის მიღმა. თუ ჩვენ ევროპის მიღმა დავრჩებით, ესე იგი ჩვენ ვართ მხოლოდ რუსეთის უკანა ეზო. ჩვენ სხვა განვითარების შანსი არ გაგვაჩნია თუ არა ევროპა. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ
ჩვენი ქვეყნის ევროპული განვითარებისათვის და ეს უნდა გავაკეთოთ ერთობით. მადლობა ქავტო მაია, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმოთ დრო დაუპასუხეთ ჩვენს კითხვებს. მაია კოპალიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი გველოდება გადაცემის, ასე რომ დაგვაერთეთ.